საღამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერში მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას საღამოს სტუდია. ალბათ გახსოვთ, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ზურაბიშვილი, დიალოგიო იყო ესეთი. დიალოგიო და სწორედ დიალოგი გვექნება დღეს. პატრიოტთა ალიანსი, გოჩა თევდორაძე, ნეიტრალური საქართველო, გელა ნიკოლაიშვილი. საღამომშვიდობისა ბატონებო. მოგესალმებით. ვიცი, ჩვენ სამივე სხვათა შორის განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ ეს არის სწორედ სიტყვის თავისუფლება და ადამიანის თავისუფლება, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი. რასთან დაკავშირებით? ყველაფერთან, ნუ ხა სიყვარულზე არ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. განსხვავებული აზრები გვაქვს სამივე ცოტა. შექმნილ სიტუაციაზე რა. ანუ რადგან გიცნობ და ვიცი. თუმცა ძალიან ბევრი აზრი არის თანხმედრი, რა თქმა უნდა. და ყველაზე დიდი თანხმედრობა არის ის, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. საქართველო ერთია და ყველასია. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ორივეს. ოღონდ რაღაცა ინტერპრეტაცია მოვახდინე, ამიტომ რომ ყველაფერი დაიწყო არჩევნებით, ხო? ბატონო გოჩა. თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ბატონო გელა. თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა? ვის მოვუსმინოთ ახლა ჩვენ როგორც მასპინძლებას სტუმარს თუ როგორც თქვენინებებთ. მოვუსმინოთ სტუმარს. გაყალბდა თუ არა არჩევნები? როდესაც არჩევნების გაყალბებაზე არის ხოლმე საუბარი, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ის, რომ აბსოლუტური სისუფთავე და სიზუსტით კი არ ჩატარებულა ეს არჩევნები, რაც არსად არ ხდება მსოფლიოში და არასდროს. არამედ ამ გაყალბებამ ისეთ მასშტაბი მიიღო, რომ იქონია გავლენა შედეგებზე. ანუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ის 50%-ზე მეტი მიიღო თუ არა ოცნების პარტიამ, სახელისუფლებო პარტიამ. ანუ გაყალბდა თუ არა იმ მასშტაბით, რომ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა 800.000-მდე მიიღო თუ არა, მაგალითად იქ ლიბერალისტების წარმომადგენლებმა და 2.5% მიიღო თუ არა პატრიოტთა ალიანსმა. ლაპარაკი არის იმაზე, რომ არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ. თუმცა გაყალბების შესაძლებლობა რომელ ოპოზიციურ პარტიასაც მიეცემოდა, ალბათ იმათ ნაკლები შესაძლებლობა ქონდა, მაგრამ არც ისინი აგერგეთ გამოაქვეყნეს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ არჩევნები ისე არ გაყალბებულა, რომ ამას თორე გაყალბების მომენტები რო იყო, ეს ჩვენს ეკრანზეც ვნახეთ, როდესაც იმებს ბუჯა ყრიდნენ და ცალკეული რაღაცა შემთხვევებით, მაგრამ ის რომ 300.000 თუ 400.000 ხმა ისე გააყალბეს, რომ მაგალითად როგორც ამბობდნენ ერთი და იგივე პირი 30 ადგილას შედიოდა და აძლევდა ხმას, რაც უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც ხან რა თქოს მოისყიდესო ისინიო, ხან შეაშინესო, მაგრამ ამის დოკუმენტური მასალა, დოკუმენტურს გულისხმობ, რომ უნდა მოსულიყო ერთი ადამიანი მაინც, ან 10 ადამიანი მაინც, ერთი შეიძლება სადღაცა ვიღაცად გამოჩენილიყო, 10 ადამიანი მაინც, რომელიც იტყოდა სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე, რომელიც იტყოდა, რომ აი მე მეუბნებოდნენ, რომ შენ თუ არ მოგცემ ჩვენ ხმას, ჩვენ იმას ვიზავთ, რა ქვია, სამსახურიდან გაგათავისუფლეთ. ერთი აღმოაჩინეს, მე მგონი მთავარმა თუ ტვ პირველმა. აი ეს მთავარმა რო აღმოაჩინა, ხო რომელიღაცამ, მე მგონი ტვ პირველმა, ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა 30 ადგილას ვიყავიო და შევდიოდი და გამოდიოდი და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი იყო ვიღაც გორელი, სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელსაც თურმე, როდესაც მივიდნენ და გაიკითხეს, რომ აბა გითხარე ახლა რომელ ადგილას იყავი, რომ იქ ვიდეო თვალისწინია და რამდენ ადგილას იყავი, ხო უნდა დაფიქსირდეს შენი სახე, აღმოჩნდა, რომ ამ იმის, რა ქვია, ჩანაწერის გაშვების შემდეგ, მისი ლაპარაკის გაშვების დროს უკვე ეს ადამიანი გადაფრენილი იყო საფრანგეთში. და ვინ მიცა ეს თანხები როგორ, ნუ ესეც ხო გასაგებია, თეთრი ძაფით არის ნაკერი. მე იმას არ ვამბობ, რომ ესეთი 1-2 შემთხვევა არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ვიღაცის იმით არ, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ესე მასობრივად გაყალბებულიყო და ბოლოს სადამდე მივიდა ის ხალხი მთავარ არგუმენტად. დამტკიცება. გაჟონა. რომ იმან გაჟონა და უკან ჩანდა ვინ ვის აძლევდა ხმას. ახლა
გასაგებია თუ ძალიან მოინდომებდი, ვერავინ ვერ დაინახავდა იმას, რომ გადმოაბრუნებდი და ისე თუ ჩადებდი და თუ არ მოინდომებდი, ხო, თავისთავად ცხადია, რომ ჩანდა ეს, ახლა კონკრეტულად ის არ ჩანდა, მაგრამ ზევით შემოხაზა ქვევით თუ შუაში ეს ჩანდა და მიახლოებით ვიცოდი. ნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბოლოში იყო 51 ნომერი, ხო? მაგრამ თვითონ იმ არჩევნების აქ ლაპარაკი ხო არის იმაზე, რომ აი შენ მე გიყურებ და ვნახოთ ვის მისცემ ხმას და ვიღაცას აჩვენებს. ახლა მაშინ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რომ აი ვინც კი იდგა იმ ყუთთან, ყუთი იყო თუ იმ აპარატურასთან, სადაც უნდა შეეცურებინა, ყველა იყო ისე მომართული და ყველა მიცოდა ვიღაცის გვარი და სახელი, რომ ის იმახსოვრებდა, აბა ქვევით იმას შემოხაზა თუ ზემოთ გააფერა და ну ესეც ხო აბსურდია ხო მაგრამ აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ შეიძლება გაყალბება ყოფილიყო მაქსიმუმ 1-2% მე ვამბობ სახელმწიფო გუნდის სასარგებლოდ არ გამორიცხავ თუმცა ამის მტკიცებულებიც არ არის მაგრამ დაუშვათ მაგრამ ის რომ 50%-ზე მეტი აიღო ქართულმა ოცნებამ ჩემთვის ეჭვს არ იწვევს მაგრამ იქ დანარჩენებში ქვემოთ რა მოხდა იქაც ახლა იმ 4 პარტიამ რომ ერთმანეთს გადაუნაწილა რაღაცა ხმები ესეც მე ზოგადად ვამბობ 7080 თუ რაღაც 780 მიიღო იმ 4 პარტიამ ეს ცოტა არ არის კი ბატონო ბატონო გოჩა გაყავდა თუ არა და დამტკიცება ყველაზე მთავარია დამტკიცება რომ დაუშვათ ეს არჩევნები არ იქნეს ჩათვლად და ლეგიტიმურად მიჩნეული როცა გაყალბებაზე ვსაუბრობთ და არჩევნები უნდა განვიხილოთ ესე რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე და კენჭისყრის პროცედურა ან ხმის დათვლის პროცესი. არჩევნები არის წინასაარჩევნო პერიოდი, როგორ ტარდება წინასაარჩევნო პერიოდი და თავისთავად ცხადია, როგორ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია, ვის აქვს ჭარბი ძალაუფლება, ვის არ აქვს. ეს არჩევნები გაყალბდა იმ თავითვე, როდესაც პატრიოტთა ალიანსს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ჩამოართვეს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 3000-ზე მეტი უბანი იყო და ამ უბნებზე კომისიის წევრის დანიშვნის უფლება წაგვართვეს და ეს მიითვისა ქართულმა ოცნებამ. თავად დანიშნა ჩვენს ნაცვლად კომისიის წევრები. თავისი წარმომადგენლები. თვითონ დანიშნა ეს წევრები პატრიოტთა ალიანსის ნაცვლად ხლა მე როცა ამას ვსაუბრობ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, კანონიც მიიღეს იმისთვის, რომ წაგვერთვია და გავიგეთ, რომ ხელისუფლებას კანონმდებელს ყოველ შემთხვევაში სურდა, რომ ჩვენ ეს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება აღარ გქონოდა, მაგრამ კანონში რა ჩანაწერიც გააკეთეს, იმ ჩანაწერითაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლება მაინც ჩვენ გვინარჩუნდებოდა. კანონში აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ თუ პარლამენტში შესულმა ჩვენი პარტიით შესულმა ყველა წევრმა დატოვა პარტია და შევიდა სხვა პარტიაში. ხელისუფლებამ ვერ გათვალა ის, რომ ჩვენი წარმომადგენლები, ვინც ჩვენი სიით შევიდა პარლამენტში, აქედან 3 ადამიანი არ იყო არც ერთი პარტიის წევრი არასდროს და უპარტიო კაცი პარტიას ვერ დატოვებდა თავისთავად ცხადია. შემდეგ სასამართლომაც დაადასტურა ეს. საქმე იმაშია, რომ პრობლემა რაშია, ნახეთ, აი სასამართლო დავა როცა წავიდა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასეთი რამ ჩაწერა. კიო კანონში ვერ მოხდა ეს ასეო, მაგრამ ამ გრამატიკას ნუ მიაქცევთ თქვენ ყურადღებას. ჩვენ ვიფიქრეთო, დავფიქრდით, ჩვენ უნდა ჩავწვდით იმას, რა სურდა კანონმდებელსო. კანონმდებელს სურდა, რომ თქვენთვის საერთვია კომისიის წევრი და კანონში კი ვერ ასახა ეს. მაგრამ სურდა და წაგართვათო რა და ეხლა ისე კანონმდებელს სურდა და წაგართვა. მართალი გითხრათ. ამას ვამბობ, როდესაც კომისიის წევრი ერთმევა ერთ პოლიტიკურ ძალას და ქართული ოცნება სახელმწიფო ძალა იმატებს ამას უკვე ჭარბ ძალაუფლებას ფლობს და საარჩევნო ადმინისტრაცია ერთ-ერთი განსაზღვრელი არჩევნების შედეგებით, ამიტომ ჩვენ უკვე თანაბარი საარჩევნო გარემო, საარჩევნო ველი არ არსებობდა განსაკუთრებით იმ პატრიოტული ერთობისთვის, რომელი პატრიოტული ერთობითაც გამოდიოდა პატრიოტთა ალიანსის სიით იყო ეს წარმოდგენილი და შეეხება არჩევნებს. და ვერ მოხერხდა ამის გაპროტესტება, ან ღირდა ამის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუ მაგალითად წინასწარ ცნობილი იყო, რომ ასე მოხდებოდა. ყოველთვის არჩევნებში მონაწილეობა სულ გაქვს იმის განცდა, რომ რაღაც შედარებით იქნება უფრო თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ ჩვენ გამსახურდია ეს დროს რომ ჩავატარეთ არჩევნები, ისეთ დონის სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერა და
ვერ მოვახერხეთ, რაც შეეხება ზოგადად თვითონ არჩევნების დღეს და არჩევნებს. მინდა ბატონ გელას უთხრა რომ იყო ბატონო გელა გაასაჩი გავაპროტესტეთო ჯერ ის თქვით. გავაპროტესტეთ სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ეხლა როცა ჩვენ ეს სარჩელი 2021 წელს ჩამოგვართვეს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება და 21 წელს შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და წლები გვალოდინეს, ეხლა არა ეს ჩვენთვის უცხო 2016 წელს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს დააკლეს 2 მანდატი. და 2 მანდატი როცა დაგვაკლეს, გადაინაწილეს ქართულმა ოცნებამ და იმჟამად ნაციონალურმა მოძრაობამ. მაშინ ცალკე ბოკერიას გუნდი არ იყო გასული, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყო და 3 პოლიტიკური ძალა მოხვდა მოკლედ პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი შეიყვანეს 6 კაცის შემადგენლობით, არა და 8 მანდატი გვეკუთვნოდა. კონსტიტუცია ამბობდა, რომ იქ გადასანაწილებელი 14 მანდატი იყო და კონსტიტუციაში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ მიენიჭოს პარტიებს მანდატები, შემდეგ გადანაწილდეს გაუნაწილებელი მანდატები, თუ რომელიმე პარტია 6 მანდატზე ნაკლებს დააგროვებს, გადადით საარჩევნო კოდექსეო და საარჩევნო კოდექსი უკვე თავისებურ დათვლას ახორციელებდა და ჩვენ ამ გადანაწილებით 8 მანდატი გვეკუთვნოდა და არსად კოდექსი არ უნდა გადავსულიყავით. სასამართლოში წავიღეთ ის საკითხიც და საერთო სასამართლოებში როცა მივედით, საერთო სასამართლოებში წამოდგა ცესკოს წარმომადგენელი, ამჟამად კობახიძის ადმინისტრაციაში არის ის და წამოდგა და სასამართლოზე გამოაცხადა, რომ კი კონსტიტუცია ასე ამბობს ამასო. მაგრამ რადგან საარჩევნო თემაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საარჩევნო კოდექსი სპეციფიური კანონია და ამჟამად კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. ხო და მოსამართლებაც არ ვიცი, გავიზიარეო არ უთქვამს ამ თემაზე. გავიზიარო ეს ჩანაწერი ჩვეულებრივად, რადგან საარჩევნო თემას ეხება, საარჩევნო კოდექსი არის უფრო სპეციფიური ამ დროს და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კონსტიტუცია ბატონო გოჩა, გელა არის უფლებადამცველი და ეს კითხვა შევიდა, შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში რანაირიც არ უნდა იყოს, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგას რამე. ხო, უბრალოდ. როგორ შეიძლება ამის საუბარი? მოკლედ იმის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წავიღეთ და დღესაც მიდის და მიუხარია. არავინ იხილავს, განიხილა იქვე, რადგან საარჩევნო დავად ითვლება, მაინც ორთვიანი ის აქვს აუცილებლობა რომ განიხილოს, განიხილა, თქვა დავასრულე განხილვა, გამოგიცხადებთ გადაწყვეტილებას და მას მერე რამდენი წერილიც მივწერეთ, გვწერენ იქიდან პასუხად რომ სათათბირო ოთახში ვართ და გადაწყვეტილება გეცნობებათ და უკვე 8 წელი დათბირობენ და არჩევნების დამტვერვა. რა დღეშია. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ არჩევნების დღეს კიდე სხვა რამ იყო, რასაც ქვია აი მანამდე რომ კარუსელებს ჩვენ საუბრობდით, ფაქტობრივად იგივე კარუსელი გამოვიდა როგორ ოღონდ. ეხლა მე შორსა ვარ იმ აზრისგან რომ ერთი ადამიანი 30-35 უბანზე ფიზიკურად ვერ მოასწრებს მისვლას, თავის თავად ცხადია ვერ მოხდება, მაგრამ მანიპულირება მოხდა იმდენად რომ სხვადასხვა ადამიანს შეეძლო რამოდენიმე უბანზე მისვლას სხვისი პირადობით და ამის საფუძველი და ამის პირდაპირი ეჭვი თავიდანვე შექმნა საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორ. აი იმ აპარატთან, რომელი აპარატიც იდენტიფიცირებას ახდენდა და ამომრჩევლისას ცესკომ მიიღო ესეთი დადგენილება, რომელი დადგენილებითაც გამოაცხადა, რომ აქ ყეიჭისყრის პროცედურით ვერ მოხდება კომისიის წევრები. აქ აუცილებლად უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრიო და ეს პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრი ერთი არ არის 7-ია, მაგრამ 7-ვეს ნიშნავს ქართული ოცნება. ეს ყველამ ვიცით ახლა და ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა. სხვა იქ ამ პროცესს ვერ მართავდა და ამ ადამიანებმაც ბევრი ფაქტი ტელევიზიითაც არის გადაღებული და აფიქსირეს ისეთი, როცა პირადობის გარეშე მიდის ადამიანი, ფურცელზე აქვს ჩაწერილი თითქოს და თავისი პირადი ნომერი, ეუბნება რომ აი ჩემი პირადი ნომერი ეს არის, ის აკრებს და აქ ბაზაში მოხვედრილია. აი სწორედ ეს გააკეთა ქართულ ოცნებამ და ბევრი ასეთი და ამის დამტკიცება და დადასტურება ამ საბუთის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ხდებოდა ეს და გადაღებულიც არის ძალიან ბევრ უბანზე, თუმცა ახლა ქართული ოცნების მესვეურები ამაზე პასუხს ასეც იძლეოდნენ, აი ეს 38, 40 თუ 50 უბანზე დაფიქსირდა და ეს 3%-ც არ არის და 4%-ც არ არისო და 50 უბანზე რო ეს ფაქტი დაგიჭირე, ესე იგი 150-ც აქვს. ამის განზოგადების
შესაძლებლობა რატო არა მაქვს? მაქვს. აბა ახლა თუ 3000 უბანზე დაგიჭერდი ამას, თავისთავად ცხადია, მაშინ ეს ისედაც სისტემური ხასიათის ყოფილა და არც კვლევაზიება უნდა ამას და არც რაიმე. დღეს ქართული ოცნება ეხლა პირდაპირ რომ თანხმობას იძლეოდეს იმაზე გაიხსნას ეს საარჩევნო სიები უმანზე, ვინ მისცა ხმა? მე ხო არ ვამბობ იმას, რომ აი ვინ ვის მისცა ხმა? ერთადერთი რაც ამით დადგინდება, ვინ მიცა ამან თუ იმ უანზე ხმა და მაქსიმუმ კიდე დადგინდეს ის, რომელ საათზე მიცა ზუსტად რა დროს მიცა ხმა, 13 საათსა და 7 წუთზე თუ 8 წუთზე. მაგრამ ვის მიცა ხმა არა. თუ ეს სიები გაიხსნება, აუცილებლად დადგინდება ეს, რომ აქ არ იყო ამდენი მოსული ამორჩეველი და რეალურად ძალზე დიდი მეტობაა ხმის მიცემის კუთხით. გარკვეული პრობლემა თავისთავად ცხადია. არა, გოდიში ამორჩეველი იყო მისული, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ სხვის მაგივრად სხვა რომ ხო, მაგრამ ფიზიკურად იყო რამოდენიმე უბანზე მისული და აი ეს არის და გამომჟღავნდება ეს. რატომ გამომჟღავნდება? იმიტომ რომ თუ სია გაიხსნება, იმ სიაში ვინ არის მოხვედრილი და ეს აპარატი, რადგან არც ინტერნეტთან იყო წდომაში და არც რაიმე, იძლეოდა ამის საშუალებას, რომ წინასწარ მონაცემი შეყვანილი ყოფილიყო, გაჟღერდა კიდეც პირადობის მოწმობები ჩამოართვეს ადამიანებსო. ეს პირადობის მოწმობების ჩამორთვევა შეიძლება ამის საფუძველი ყოფილიყო, მოკლედ ამის დამტკიცება მარტივია, თუ ქართული ოცნება ამ სიებს გახსნის, მაგრამ ოცნება ამ სიებს არ ხსნის. ქართული ოცნების მესვეურებისგან მე აი კონკრეტულად დინარაძისგან მოვისმინე ერთხელ რომ ოპოზიციას შეთავაზა, აი შემოდით პარლამენტში, მიიღეთ ეს მანდატები ჩვეულებრივად დასხედით და კი ბატონო გავხსნათ ეს სიები. თუ არ შემოვალთ ისე გავხსნათო, უთხრეს და არაო, რო გავხსნათ იქნებ ამ ადამიანებს არ უნდა რომ განჟღავნდესო და რა უნდა გამჟღავნდეს. ახლა კაც თუ იყო არჩევნებზე, ამის გამჟღავნება არ გამჟღავნება. აი რა მაინტერესებს ამით ილახება ადამიანის უფლება, მიიღო თუ არა, ხო არ არის ლაპარაკი ვის მისცა. მან მიიღო თუ არა მონაწილეობა. თქვენ ამბობთ რომ მარტივი არისო ესო, მაგრამ მე მაინც არ მგონია მარტივი და რატო? თუ ვიღაცებმა თავისი ნებით ვიღაცებს მისცეს, გადასცეს ეს და იყო ცალკეული შემთხვევა, მე კიდევ ამბობ რომ ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ 10,000-ობით და 100,000-ობით ეს ვერ იქნებოდა. დაუშვათ გადასცეს ნებაყოფლობით. პირადობები? პირადობები. და მათი პირადობები გამოიყენეს სხვებმა. ეხლა ეს ადამიანი, როცა ამოვა რომ ამ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ეს ადამიანი რახან ნებაყოფლობით გადასცა, ხო არ იტყვის რომ თუ თქმა უნდა და ეხლავე იტყვის რომ მე გადავეცი და აი წამართვეს ან ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ხო და ხო იტყვის რომ მე ვიყავი ნამდვილად. გავიგე იტყვის, მაგრამ მოხდება რა, რომ თბილისში ეს ადამიანი იტყვის იმას, ესე იგი, რომ პირველ უბანზეც იყო, მე-5-ზე, მე-7-ზე და მე-12-ზე. თქვენ ამბობთ, რომ ერთი და იგივე ადამიანი იყო, აი ეს არის სწორედ ამას ემსახურებოდა, როცა პირადობის გარეშე კაცი ეუბნებოდა, რომ ეს პირადი ნომერი და რაც მოხდა ცესკოს მიერ, აი ამ იდენტიფიცირების აპარატებში ბაზად შეტანილი იყო ეს პირადობებიც, წინასწარ ჩამორთმეული და მერე დაბრუნებული, რაც იყო. ხო გახსენ, მე მგონი 500 თუ რაღაცა გაიხსნა და არ გახსნა ასეთი უბნები, არ გახსნილა. არა, მე ვიცი რომ ყოველი მე-10-ო თუ რაღაცა ამორჩევით, ისე კი არა რომ გადათვლის პროცესი მოხდა და არა ამის სიების სია იქ არ გახსნა, უბრალოდ 5 გაიხსნა ისევ და მისი გადათვლის პროცესი მოხდა. ამიტომ ეს ფაქტი თავისთავად პრობლემაა. გარდა ამისა, ახლა დღეს ხელისუფლება საუბრობს ეუთო ოდირის წინასწარ დასკვნაზე და ეუთო ოდირის წინასწარი დასკვნა, რასაც ამბობს, ერთადერთი ამბობს იმას, რომ მრავალი პარტია იყო წარმოდგენილი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, აი ამას გვეუბნება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კარგად იყო ადმინისტრირებული აი ეს არჩევნების პროცესი და მეც მინდა დავეთანხმო იმაში, რომ ცესკო ამ სქემების გათვალისწინებით მაღალ დონეზე ადმინისტრირებით ახორციელებდა ამ პროცესს. ყველას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება. მაგრამ კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა პარტიებს, ესე იგი ჩვენ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს აგიტაცია გაგვეკეთებია, მაგრამ არაფერი არ არის საუბარი იმაზე ჯერ და საბოლოო დასკვნაში იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე
როგორც აი წინა არჩევნების დროს ხო შეფასებები ტარდებოდა და ახალი არ იქნება, ეხლაც თუ მოვისმენთ ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ისეთ დასკვნებს, სადაც იქნება რომ მას ახლდა თქვათ დაშინების, ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ელემენტები და რომ ზღვარია წაშლილი პარტიასა და სახელმწიფოს შორის ეს ისევ იქნება და დამატებით ალბათ იქნება თუ მისცემენ ამის საშუალებას იქ რაღაც ტექნიკური ჯგუფიც გამოგზავნაზეც იყო საუბარი ამ ტექნიკურ ჯგუფს თუ გამოგზავნიან და ხელისუფლებას მისცემს იმის საშუალებას რომ ხილული გავხადოთ რა მოხდა არჩევნებზე აი სწორედ იმ ხმების მატება რომელზეც არის საუბარი და გარდა ამისა აი ეს მატება რომ იყო ხმების ამის საფუძველს რა გვაძლევს კიდე აი ელემენტარული არითმეტიკა რომ ვიყვეთ ესე წინა არჩევნებზე დაახლოებით 1,900,000 ადამიანი მოვიდა საპარლამენტო არჩევნებზე იმის შემდეგ ხელისუფლების სტატისტიკის სამსახური ამბობს თვითონ რომ 9,500,000 ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და 100,000 მოგვემატა ამომრჩევლად ესე იგი 16 წლის ბავშვები თუ 17 გახდნენ 18 წლის ესე იგი 400,000 ამომრჩეველი მოგვაკლდა ვინც გავიდა ქვეყნიდან ხო 1,900,000 მოვიდა წინა არჩევნებზე ეხლა მოვიდა 200,000-ზე მეტი კიდე 400,000 ამომრჩეველი რომ ქვეყანას მოაკლდა და ამ დროს წინა არჩევნებთან შედარებით მაინც 200,000 კაცით მეტი მოვიდა ესიც თავისთავად ცხადია ისეთ ბუნდოვანებას იწვევს მე მესმის 2012 წლის არჩევნები მაშინ გასული ცნაგეტლები იყო ქვეყნიდან მოსახლეობა მეტი იყო და ის არჩევნები იყო არჩევნების დღით რევოლუცია და იქ ჩვენ ხედავდით რომ მთელი თვეების მანძილზე ემზადებოდა ხალხი განწყობას ხედავდით რომ კაცი სადღაც 20-30 წლის წინ რომ წამოვიდა იმ რაიონში იყო ჯერ კიდე რეგისტრირებული და დამყოფიც აღარ იყო იმის შემდეგ ემზადებოდა წასასვლელად და სულ სხვა მოვლენასთან ეხლაც იყო ევროპული საცობებიო და რაღაც იყო გარკვეულწილად რაღაც საცობები მე არ ვამბობ რომ დაბალი აქტივობა იყო აქტივობა ძალზედ მაღალი იყო წინა არჩევნებზეც 1,900,000-ის გამოცხადება ჩვენთან არ არის პატარა საქმე ამ ფონზე აი სააკაშვილის დროს არჩევნები როცა ტარდებოდა 1,850,000 1,800,000-იანი გამოცხადება იყო და მაღალ აქტივობას ეძახდნენ მას და ეხლა 1,900,000-ზე მეტი ისედაც მაღალია მაგრამ 2,100,000 როცა გადავწდით უკვე არჩევნებზე მით უმეტეს ხალხი ამდენი გავიდა ამ 4 წლიან მონაკვეთში 9,500,000 კაცს რო გტოვებს და გამოდის რომ დაბალანსების შემდეგ 400,000 ამორჩეველი გაკლდება აი ეს უკვე ისეთ საფუძველს იძლევა ამიტომ რეალობა ერთია არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან ეს არჩევნები არ შეფასებულა დადებითად არჩევნების ეუთოდირის დასკვნაც მე ვფიქრობ რომ ეუთოდირიც აღნიშნავს ყველა იმ დარღვევას რომელიც იყო არჩევნებზე ძირითადად უფრო მეტიც აი ბატონ გელა ვთქვათ უფრო ამას რბილად ხედავდა იმ გაჟორნვის თემას ისიც მათგან უფრო დამძიმებული იქნება ის თემა, რასაც აი ეს ფარულობის პრინციპის არ დაცვა ქვია, მით უმეტეს რომ ერთი რაიონული სასამართლოს ერთი ინსტანციისგან ერთი მოსამართლის გარკვეულწილად დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და ეს უთუოდ დიდი პრობლემა იქნება ხელისუფლებისთვის. ჩვენ რეალურად უნდა ვთქვათ რომ ეს არჩევნები გაყალბდა აშკარად გაყალბდა არჩევნები ამ არჩევნებს ახლდა ყველა ის რაც წინა არჩევნებს გაყალბების რამები ის ძალადობაც იყო ის მოსყიდვაც იყო ის მუქარაც იყო და ამის გარდა აი თითქოს ნახევრად ელექტრონული იყო ეს არჩევნები რომელსაც ჩვენ ელექტრონული უწოდეთ ელექტრონული თუ გვინდა არჩევნები იყოს ასეთ ტარდება ვთქვათ აი პირობითად რომ ვთქვათ ბრაზილიაში თუნდაც ის თითის ანაბეჭდით არის იქ უკვე მართლა არ შეიძლება რამე შეცვლა როცა ადამიანი მოდის აპარატი ისე არ იღებს აქ პირად ნომერს ეუბნებოდა კარნახობდა სადღაც ფურცლიდან და ეს კრებდა იქ თითი თუ არ დაადე ვერადა თითს ერთი კაცი რომ დაადებს აქ მეორე უბანზეც იგივე კაცი ხო ვერ დაადებს თიც იქ უბნებზე მისვლა საერთოდ არ არის საჭირო ამ აპარატთან მიდიყარ ხო და ამიტომ ვამბობ რომ ტელეფონით ხდებოდა ისე რომ ხო ამიტომ ეს არჩევნები რეალურად გაყალბებული აშკარად ამიტომ ამ არჩევნების ეხლა ჩვენ სამართლიანად გამოცხადებას არ უნდა ველოდოთ არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისგან არც ეუთოდირის საბოლოო დასკვნა ამ არჩევნებს არ შეაფასებს არც თავისუფალ სამართლიან არჩევნებად და
ობიექტურად ჩატარებულად. თუმცა ამ წინასწარ დასკვეთერაც არ არის, არა, მე ვთქვი წინასწარ დასკვნაში რაც არის ის აღნიშნავს რას? აღნიშნავს რომ მონაწილეობდა ბევრი პარტია მართლაც მონაწილეობდა 2 ათეულზე მეტი პარტიებს მართლა შეგვეძლო ჩავსული ქალაქებსა თუ რაიონებში და ვესაუბრა ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე. მე პრესკონფერენციაზეც არის გავსი არაფერი უთქვამთ რომ მასობრივად რაღაც ხდება. ჩვენი შტები თქვენს და რაც ეხება ამ გაზონვას ხო ეს გაზონვა 27 თუ არ ვცდები იყო დაწერილი მხოლოდ გაზონვასთან. ანუ 27 ადამიანს შეაწუხა მხოლოდ ეს ამ ფაქტმა. ვიდრე ამ ახლა ხო წარმოგიდგენიათ იმ 4 პარტიას რომ 50%-ზე მეტი დაეგროვებინა იდეალურად ჩათვლიდა ყველა უცხოელები, ევთოოდირი, ამერიკელები, გერმანელები და ინგლისელები. ხო და ეს ხო პოლიტიკური საკითხია და არა ის რომ აი რა ქვია სკრუპულოზურად აბა იმან 27 რო შეაწუხა, მე 2 დღე რო გავიდა თუ 3 დღე, მე 27000 შეწუხდა თურმე იმით. არავის არ აქცევდა ამას ყურადღებას რომ უკან ვიღაცა რაღაცას უყურებს. ეს ხმები ვის ხარჯზე იყო? აი ხა იმ ეხლა როცა ხმების მომატებაზე ოპოზიციაზე, დანიშნულ ოპოზიციაზე თუ ჩვენ რასაც გვეუსაუბრებიან ეხლა რომ ხმების მომატებაზე როცა საუბრობთ აი ამ ეგრეთ წოდებული ამ ფორმის კარუსელებით ხმების მომატებაზე ეს ყველა ხმის მომატება ქართული ოცნებისაა თავისთავად ცხადია ამის ადმინისტრირებას ქართული ოცნებას მოემატა და ქართული ოცნებას როცა ემატება ხმები მისი პროცენტი იმატებს და თავისთავად ცხადია ის აკლდება ყველას რატო აკლდება ყველას ეხლა როდესაც თუ იმ 300,000-ზე ვსაუბრობთ 2,100,000 რომ გამოვაკლოთ დარჩება 1,800,000 ხო 1,800,000 მოსულისთვის თუ აიღე 180,000 ხმა ეს ნიშნავს 10%-ს მაგრამ 2,100,000 თუ არის მოსული უკვე 10% კი არა 9% გაქვს აღებული ესე იგი თუ მოვიდა 1,800,000 და ქართული მოოცნება მაჩვენა რომ მოვიდა 2,100,000-ო ვიღაცას 1% ავტომატურად და ანუ თქვენც მაგას ამბობთ რომ ეს 300,000 შეადგინა 300,000 და 200,000 მაგრამ რასაც თქვენ ბრძანებთ აი თქვენთვის თქვათ მიუღებელი იქნებოდა არჩევნები თუ ოცნება 50% ზემოთ არის ახლა და თუ არ იქნებოდა მისა მიუღებელზე არ არის ობიექტურად რო შევხედავთ არჩევნები ესე იგი რეალურად არჩევნებზე შედეგი იქონია გავლენა იქონია იმან თუ 50%-ზე ნაკლები მქონე პოლიტიკური ძალა დაიწერს 50-ზე მეტს 54 აქვს ოცნებას თქვენ ბრძანეთ რომ დაახლოებით 2%-იანი გაყალბება შეიძლება ქონდეს შეიძლება მაქსიმუმ მე ვამბობ რომ 4-ზე მეტიც ქონდა და ეს 4% სულაც არ არის 300,000 არ ჭირდება 4%-ს 80,000 ხმის მომატებაც ყოფნის იმისათვის რომ ოცნება უკვე 50%-ს ქვემოთ ყოფილიყო და არ ყოფილიყო ერთპიროვნულად გამარჯვებული ძალა არავინ უარყოფს იმას რომ ქართული ოცნება პირველ ადგილზე ამ არჩევნებზე გავიდოდა პირველ ადგილზე ნიშნავს რომ ცალკეულ პარტიას მონაწილეს ამ არჩევნებში მეტ ხმას აიღებდა თითო პარტიასთან შედარებით მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ 50%-ზე მეტით იქნებოდა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში ვერ იქნებოდა გარდა ამისა ახლა ჩვენ ვიყავით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა რომელზეც ვისაუბრეთ ჩვენ ამომრჩეველს არ დაკლებია არც მოსყიდვა არც მაშინება რეალურად ქვეყანაში არ არის თვითონ ნორმალური სიტუაცია 700,000 სოციალურად დაუცველია რომელსაც პირდაპირ ეუბნებიან რომ სოციალურ შემწეობას მოუხსნიან სოფლებში მართლაც გაუგონარი სიტუაციაა ხალხო 10 კაცი ცხოვრობს სულ სოფელში აი რო ჩახვიდე ისია სოფლები დაცლილი 10 კაცი ცხოვრობს სულ ამ 10 კაციდან 8 სოციალურ შემწეობაზე ყავს ქვეყანას სახელმწიფოს ერთი სოფლის გამგებელია და ერთი კაცია თავისთვის რაღაც პოზიციებს რომ გამოხატავს და ამაზე მუშაობს მთელი პარტიები დანარჩენს ქართული ოცნება პირდაპირ ეუბნება რომ ამ სოციალურ შემწეობას მოუხსნის და 62,000 დაემატა ამ წელს მივიღეთ ჩვენ 62,000-ზე მეტი ადამიანი მე იმ რიცხვებს გეუბნებით რომელსაც ქართული ოცნება და მის სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს არა ჩემი კვლევით ან ვინმეს კვლევით დადასტურებულს
რომ აი 62000-მა კაცმა მოიმატა ამ სოციალურ შემწეობაში, ესე გაღარიბდა. ამას გვეუბნება ქართული ოცნება, რომ წელს 62000 მეტი გაღარიბდა. ამავდროულად ალოგიკურია მაშინ ის, როცა ქართული ოცნება ამბობს, რომ სიღარიბეში ამცირა და დაძლია. თუ 62000 კაცი უფრო მეტი ღარიბი გახდა, შეუსაბამოა ეს რიცხვები თვითონ არ არის ეს სწორი. სწორედ ამიტომ იღებს ეს ხალხი შემწეობას ძირითადი ნაწილი ბევრს ჭირდება თავისთავად ცხადია. კიდე რამდენი სჭირდება ვინ იცის? კიდე რამდენი სჭირდება ვინ იცის, მაგრამ კაცი ამას მიჩერებია და ერთული პრობლემაა. ამის გარდა ჩვენ რეალურად ვხედავდით იმ განწყობას, კვლევაც ბევრი ჩავატარეთ, გამოკითხვას ვატარებდით და არ არის ჩვენთვის უცხო ესეთი გაყალბება, აი 2020 წელს ქონდა ესეთი ფაქტი, 2020 წელს თავისუფლების მოედანი გავავსეთ. თავისუფლების მოედანი გავავსეთ, სადაც 80000 კაცზე ნაკლებით გავავსევო ვერ იტყვით. მთლიანად რაც ჩვენ გვყავდა იმ ადამიანთა რიცხვი და არჩევნებში, შემდეგ ორ კვირაში ჩატარდა არჩევნები. ამ ორი კვირის მანძილზე არავით არის, ესე იგი, რაიმე ისეთი ახალი და განსხვავებული არ მომხდარა, ჩატარდა არჩევნები და მივიღეთ სულ 60000 ხმა. აღმოჩნდა, რომ იმიქ 80000 კაცი მიმყავდა მარტო იმან მომცა ხმა და ყველამ იმან არ მომცა ხმა და არც ხულოში, არც კახეთის რომელიმე სოფელში, არც იმერეთში. ეს იყო 2020 წელს. 2020-ში. 2020-ში მოხდა ეს, ხო? და 2020-შიც ვიცით 3% დაგვიწერეს, როდესაც არჩევნებში გამოცხადებულთა რიცხვს თუ შევადარებთ, დაახლოებით 5%. იქ გამოცხადებული ამომრჩევლის 5% მინიმუმ მოედანზე იდგა და ჩვენ მხარდაც ეჭერათ და იმას 8 ნომერს. გასაგებია, წელს არ გაგივსიათ წელს საერთოდ არ ჩაგვიტანეთ. ხო და 2.5% მაინც აიღეთ. წელს რა ჩავატარეთ და ვერ გავავსეთ, განა ვერ გავავსეთ. არ გაგვივსია, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა მოსაზრებების გამო ჩვენ ასეთ მიტინგების ჩატარება არ ჩაგვითვლია საჭიროდ, მაგრამ განწყობას ვსომავდით. ჩვენ ვსომავთ ამ განწყობას, ხო, თუ აი რა ის შეუძლია ინდიაში ქართული ოცნება. და თქვენი აზრით რამდენი პროცენტის ჩვენ ბარიერს გადავახურეთ 5%-ზე. როგორც მინიმუმ 5%. ოცნებას რამდენი პროცენტი უნდა ქონოდა თქვენი გაზომვით? ყოველ შემთხვევაში ოცნება გვაქვს რომ 50% არ უნდა ქონოდა, ამის ახლავე შემიძლია და 50 კი არა, ახლოსაც ვერ იქნებოდა 50-დან, ბევრად. არა, უბრალოდ მე რატო ვკითხულობ, იცით, მაგალითად სალომე ზურამეშვილი ამბობდა, რომ ოცნებას რეალურად აქვს 20-25%. არა, 20%-ზე როცა ოცნებაზე ვინმე საუბრობს, ახლა სალომე არა, მე გავაგზავნე. არ არის ეს. Edison Research-მა თვითონ, მათმა პარტიამ, ხო, ნაცების ის არის, ხო? ჩაატარა თქვა რომ 42% ქონდაო. exit poll-ი რო ჩაატარა. ამას თუ ჩვენ კაი იმათ თუ და სხვა შორის Edison Research-ი მინიმუმ 10%-ით ყოველთვის ცდება ხოლმე ყველა არჩევნებზე. და თუ 42%-საც კარგი მას ვიზავთ, რა ქვია, დავხუჭოთ თვალები და დაუჯეროთ Edison Research-ს, ხო? ანუ იმაზე ქვემოთ არ უნდა ყოფილიყო, ვინც ეუბნებოდა ტყუილად ხო არ ეტყოდა ოცნებას მივეცი ხმაო. ან საერთოდ არ ეტყოდა ვიღაცები, საერთოდ არ ამბობდნენ ხო თუ არ უნდა დაფიქსირება. და თუ 42% მაინც ეს მინიმალური მიიღო ქართულმა ოცნებამ რეალურად თუ რეალურად ის 1-2%-ით სიტყვაზე ვთქვათ გააყალბა აი ის გადასანაწილებელი ხმებით მე რომლებმაც თქვენი ხმები, გირჩის ხმები, სხვების ხმები რატო არ შეიძლებოდა 50% მით უმეტეს გადასანაწილებელი ხმების ყველაზე მეტ პროცენტს იღებს პირველ ადგილზე გასული 42 თუ 44% იღებს გადასანაწილებელი რატო გადასანაწილებელი იქ თანაბარი გადანაწილებაზეა საუბარი არა თანაბრად არ ნაწილდება ვინც ყველაზე მეტს იღებს იმას იმდენი პროცენტი ყველაზე ბევრი და მე პროპორციული მაგრამ ნახეთ აქ სულ სხვაგვარი იქნებოდა აქ ბარიერი გადალახულად რომ წარმოჩენილიყო პატრიოტთა ალიანსიც სხვა რეალობა იქნებოდა დამდგარი თავისთავად ცხადია იმიტომ რომ უკვე გადანაწილება მოხდებოდა არა იმ 5 პოლიტიკურ სუბიექტზე რომელი 5-ზეც ახლა საუბარი არამედ 6 პოლიტიკურ სუბიექტზე ეს უკვე გადასანაწილებელი მანდატების რიცხვს სხვაგვარს წარმოაჩენს და გადანაწილება სხვაგვარად ხდება და მე იმას ვამბობ რომ ამით ქართული ოცნება 76 მანდატით ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წარმოდგენილი შეიძლება ვთქვათ ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი ჯამში ყოფილიყო 80
თუ 85 თუ 90 მანდატითაც, მაგრამ ცალკე ქართული ოცნება ვერ იქნებოდა მართველ ძალად წარმოდგენილი, რომელსაც დღეს ქართული ოცნება. მაშინ რადგანაც ვარაუდებზე ვამბობთ, მოდით თუ ეს რო ყოფილიყო ესე, ძალიან მაინტერესებს. თქვენ ვის შევქმნიდით კოალიციას, ქართულ ოცნებას თუ იმ დანარჩენ 4 პარტიას? ეს უფრო სხვა თემაა ეხლა, ვის შეხვიდოდით აი მე რატომ ვფიქრობ, ჩვენ მე ვიცი ერთი რა, დღეს ქვეყანაში ეს განუკითხაობა არ იქნებოდა. სწორედ დამაბალანსებელი ძალა თუ ქართული ოცნება ამ არჩევნებს არ გააყალბებდა, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ახლა, რომ ქართული ოცნებას თუ 12, 13 და 15% ნაკლები ექნებოდა, თავისთავად ცხადია, გაყალბების მასშტაბი იქნებოდა ნაკლები საერთოდ სრულიად სამართლიანი არჩევნები. თუმცა არ გამორიცხეთ, რომ ისინი მაინც იტყოდნენ, რომ არა, ისინი რაც იტყოდნენ ეს სხვა თემაა, თქვენ შეხვიდოდით პარლამენტში. რეალურად იქნებოდა მასშტაბი ნაკლები გაყალბების, არ იქნებოდა და ამიტომ 70 ადგილი იმათ რო ქონოდა და 10 ადგილი თქვენ სიტყვით. თავისთავად ცხადია ჩვენ ვიქნებოდით დამაბალანსებელი პოლიტიკური ძალა და დღეს ჩვენ ვერ ვნახავდით ისევ იმ კოაბიტაციებს რაც აგვაქვს. გავიგე და 4 პარტიას შევქმნიდით კოალიციას თუ ოცნებას. ხო იმის მიხედვით იქნებოდა მთავრობა. თქვენ რატომ ფიქრობთ რომ თქვათ აი ჩვენ თუ იქნებოდით აქ წარმოდგენილი და აი თქვათ კიდე გირში თუ იქნებოდა წარმოდგენილი და რაღაც ფორმით სხვა კონფიგურაციით თუ იქნებოდა პარლამენტი რატომ ფიქრობთ იმას, რომ უთუოდ, თქვათ, თუნდაც იმ 4 პარტიას ერთად, თუ იმის შანსი აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა გვერდზე გარიყოს, რომელმაც 10% აიღო, 10 არ აიღო, ერთობლივად 25%. ერთობლივს დავარებოთ, თავი ახლა. ძველი ნაცები და ახალი მე არ ვარჩევ. ჩვენ დღეს ქართული ოცნება გვეუბნება იმას, რომ ნაცია გახარიაც. ხო და არა, გახარიაზე და ხაზარაძეზე არ ვამბობ. ხო და ახლა გახარია და ხაზარაძეზე თუ არ ვამბობთ, აი სწორედ ამას ვამბობ, ახლა ნაცებიდან დისტანცირება უნდა არის ნაცი თუ არ არის მელიასაც. მე იმიტომ ვამბობ, რომ თუ პარლამენტში შესული იქნებოდა ის 4 პოლიტიკური ძალა, გირჩი, პატრიოტალიანსი, ქართული ოცნება, ვისთან დაბალანსდებოდა ჩვენ რა თქმა უნდა, პატრიოტალიანსი არ შექმნიდა ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ალიანსს. პატრიოტალიანს შეიძლება სულ სხვა მეთოდები აერჩია, შეიძლება თემატური ერთობა მომხდარიყო სხვადასხვა საკითხებზე, სხვა პოლიტიკურ ძალასთან და იმ თავითვე გამორიცხავ ისევ ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს განცდა ჩვენ სამომრჩეველს არ დარჩეს, მაგრამ არ იქნებოდა ის განუკითხაობა, რომელიც გვაქვს დღეს და რომ აუღიარებელია ეს არჩევნები, იმიტომ რომ რეალურად ნაკლები ექნებოდა მასშტაბი, თან რეალურად სხვა ახმა ექნებოდა ამ სურათს, ქართული ოცნება არ მოიქცა სწორად, როდესაც არჩევნები ესე ტოტალურად გააყალბა, ქართული ოცნებას აღარ რჩება გამოსავალი სხვა, თუ არ დანიშნავს ის ახლიდან ამ არჩევნებს, რეალურად ეს სიტუაცია არ დამშვიდდება ხალხო. ჩვენ რას ვამბობთ ახლა? დღეს ქართული ოცნება ბატონო გოჩა, ერთი კითხვა მაქვს. დღეს აი ქართული ოცნება ჩვენ გვეუბნება იმას, რომ დიალოგი არ გამოგვდის. ევროკავშირისკენ მივდივართ ღირსებით გვეუბნება და შევდივართ ევროკავშირში და მიკვირს პირდაპირ მიკვირს, კაცო, ევროკავშირის რამდენი ქვეყანაც არის, ერთი უნგრეთია და ისიც ახლა პრეზიდენტის არჩევა იმასაც არ მოუწონებია, ამის გარდა სლოვაკეთი ხო და 27-ია ქვეყანა ხო, მთელი ევროკავშირი გვეუბნება, რომ თქვენ ევროპისკენ არ მოდიხართ, უკან მიდიხართ სადღაც. ამას გვეუბნება ამერიკის შეერთებული შტატების, სად მივდივართ, ვისთან მშვიდობით, ღირსებით, გვიძახეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გავასამართლებთ. აი ქართული მოოცნება პატრიოტალიანსის მიერ წარდგენილი 2016-18 წლებში, როცა პატრიოტალიანსი წარმოდგენილი ვიყავით პარლამენტში, რეზოლუციის პროექტი, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცა ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში მოღვაწეობისთვის, ეს არ გაიზიარა ქართული მოოცნება. დღეს, აი ხედავთ, რომ ეს ერთ-ერთი დაპირება იყო, მეტი ყო არაფერი იყო, მშვიდობით, მივდივარ. ბატონო გოჩა, ათიტუტი დაგვჭა და ამიტომ რომელიმეს იღებს, რამეს მიიღო, კანონები მიიღო, სხვა ვიცა პოლიტიკური შეფასება. ამ შეფასებას ხო 76 კაცი ყოფნის. არა, არ სურს ერთ ქართული ოცნებას, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ქართული ოცნება არ არსებობს, ვერ იარსებებს და 12 წელი გაგვატარებია ესე რომ ცუდი, ძალიან ცუდი ნაციონალური მოძრაობა. მე არა ვარ, მე არა ვარ ისე ცუდი, ივან 1000 კაცი მოკლა, მეჯერ 100 მყავს მოკლული და 100 მერჩით. კიდე მყავს მოსაკლავი 899 და აი ამ ბატონო გოჩა, თქვენ რომ არა, ამოიღეთ, მაგრამ დიალოგი აღარ გამოვიდა. ის რა ქვია, თქვენ რომ გადაგელახათ პატრიოტა 8 ნომერს რომ გადაელახა ბარიერი. ამ ვითარებაში შეხვიდოდით პარლამენტში.
ეს ვითარება არ იქნებოდა, ნუ ამას ვამბობ. ჩვენ რომ გადაგველახადა ქართულ ოცნებას, ეს გაყალბების მასშტაბი უნდა ქონოდა. თუმცა ისინი მაინც თავისთავად ცხადია, ვერ ექნებოდათ, იცი და ვერც თითიდან გამოწვეული პრეტენზიების ვერ ექნებოდა, როცა ამარჩევნების გაწმუნებთ, რომ კი ბატონო, პოლიტიკური ძალა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აქციებში მონაწილეობთ როგორც ამ აქციებზე იქ ჩვენ ომ არ ვდგავართ, ეს ფაქტია. არა, რატოა ფაქტი, რა ვიცი. ფაქტია, იმიტომ რომ ვიცი ვაცხადებთ, რომ არ გავსულვართ იმ აქციებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებები მოგწონს, ეს არ ნიშნავს, რომ აი სწორედ ამ თემაზე მინდა ეხა უკვე საუბარი. გელა ჯერ თუ გინდა უპასუხე და მე ცოტა დრო დაგვჭირდა და უკვე ადამიანის უფლებებზე უშუალოდ რაც ხდება მიტინგებზე ორივე მხრიდან. მინდოდა მე თქვა აი თქვენ თქვით რომ ეს არ დაწყნარდება, ქართული ოცნება იძულებული იქნება რომ დანიშნოს არჩევნები. რა თქმა უნდა, ცოტა უხერხული სიტუაცია, ცოტა კი არა, კარგად უხერხული სიტუაცია, ერთპარტიული პარლამენტი. მაგრამ რაც შეეხება აქციებს, ამ 4 პარტიამ დავანებოთ თავი, რა ქვია, პატრიოტთა ალიანსს, გირჩს და დანარჩენებს, მხოლოდ ამ 4 პარტიამ მთელ საქართველოში ხო აიღო 785,000 ხმა. და მთელ თბილისში აიღო 285,000, თითქმის 300,000 ხმა. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან თავებს ითვლითო. თავების დათვლა კი არ არის, ეს არის ხმების დათვლა. ჯერ ერთი სანამ არჩევნების გაპროტესტება იყო, იქ 300 და 500 და 1500 კაცზე მეც ვერ აგროვებდნენ. ეს აღმავლობა ამ საპროტესტო მოძრაობებს გამოიწვია 28 ნოემბრის განცხადებამ, ხო? ძირითადად. ანუ ეს ადამიანები არ გძნობენ, ხო არის აღქმები თუ როგორც გვარამე ამბობდა, მთავარი აღქმებია და არა ფაქტებიო. ამ ხალხს არ ქონია იმის აღქმა, რომ ეს არჩევნები მასობრივად გაყალბდა, იმიტომ რომ თვითონ მიდიოდნენ, თვითონ ხედავდნენ, აძლევდნენ, არავინ ზემოთ ზეწოლას არ ახდენდა ამაზე, არავინ არ უკონტროლებდა არაფერს და ამიტომ მასობრივი გამოსვლები ამან ვერ მიიღო და რაც შეეხება იმას, რომ დიახ, რამდენი თავი, როგორც ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში რამდენი ხმა აპროტესტებს. ყოველთვის ეს ადამიანი მე მიკვირს, რომ უფრო მეტი არ არიან. 300,000-დან 10% მაინც რო გამოვიდიოდეს, ყოველ დღეს მარტო თბილისში 30,000 კაცი მაინც უნდა იყოს და რა გასაკვირია, რომ ადამიანებს თუ დაარწმუნებენ, იცი რა თქვენ ხმები მოგპარეს, თქვენი არჩეული უნდა იყოს ახლა ხელისუფლებაში, რია და აგერი იქ მიდიან, რუსეთში მიდიან, ჭაობში, ამაში. ეს რუსული ფაქტორია ძალიან დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. ხარეს ისტორიის და ასე შემდეგ. მით უმეტეს ახალგაზრდები, რომლებსაც ახლა უცებ აქვთ ის შეგრძნება და მართლა პატრიოტული რო არიქა ჩვენი ქვეყანა იღუპება და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. წავიდა რუსეთში და ცელიაბინსკში რა თქმა უნდა ეს ახალგაზრდებიც რომელსაც ნაწილს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ძალიან ბევრ დიდ ნაწილს უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი რომ არიქა ამათ გონიათ რომ ოცნება ღუპავს ქვეყანას და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. მაგრამ მე ვამბობ რაოდენობას. მათი რაოდენობა რომ აპროტესტებს მე ადრეს მოვიყვანე ესეთი მაგალითი 73 მილიონი ხმა მიიღო ტრამპმა და 70 მილიონი ხმა მიიღო კამალა ხარისმა დაახლოებით. აქედან 10% მაინც 7 მილიონი რო გამოდიოდეს 7 მილიონიდან თუნდაც 700,000 გამოდიოდეს ყოველ დღე ესე და აპროტესტებს არა ჩვენ არ გვინდა მithumetes ტრამპი როგორ ძულთ ხო იმაში ძალიან ბევრ მთელი ჰოლივუდის ის რომელიღაც ბიზნესმა გააკეთა ის ხო და იდეოლოგიურად ესენი ძულს იმიტომ რომ იქ ხა ცოტა სხვა ვითარება ხო არა უბრალოდ უყურეთ ძალიან ნიშანდობლივი რაღაცაა ერთი დიდი გემი 1000 კაცამდე რო ეტევა დადის აქეთ-იქით და 4 წლის განმავლობაში ტრამპის ამერიკაში რო არ იყო მთელ სოფლიოს ულის დაახლოებით 9,500,000-მდე ჯდება ჭამას ყველა მაგის საშუალება ხო და მაგას ვამბობ რომ ეს ხალხი რო გამოდიოდეს ყოველ რა მე არ უნდა კი ბატონო ამ ხალხს არ უნდა ოცნება მაგრამ იმ ხალხს ვინც ხმა მიცა ამ ოცნებას რო უნდა და იმას ის ანგარიშგასაწევი რატო არ არის ყველა ხმა არის თანაბარი ძალის მქონე გინდა მილიარდელი იყოს და გინდა მათხოვარი იყოს ხო აი ხა რა თქმა უნდა ყველა ხმა არის ანგარიშგასაწევი ჩვენ უნდა შევხედოთ ერთს აქ ახლა თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ იმას რომ პარტიების ლიდერები, აი რადიკალური პარტიების ლიდერები არიან ოფისებში და სოროებში არიან ამ ტერმინს იყენებენ და
აქ სულ სხვა ხალხია გამოსული. არ არის სულ სხვა ხალხი. ბევრია ისეთი. ბევრი კი. თავისთავად ცხადია ვიღაც 1000, 2000, თუნდაც 3000 წარმომადგენელი პარტიების არის, მაგრამ აქ არის ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გამოდის პერმანენტულად, არა მარტო ახალგაზრდათან, სხვადასხვა უკვე ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პროფესიული ნიშნით გამოდიან უკვე ადამიანები, რომელიც აპროტესტებს აი ამ ევროპიდან ეს რაოდენობა უთანაბი მე ერთი კითხვამდე დაგისწრებს იზოლირებულ ქვეყანას, რომელიც იზოლაციაში ექცევა აი ამ ცივილურ სამყაროდან. ბატონო გოჩა და ბატონო გელა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და როგორც უფლება დამცველს მინდა კითხოთ. ორივე მხრიდან პირადად ჩემთვის არის მიუღებელი ძალადობა. ორივე მხრიდან. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად. ჩემთვის მიუღებელია ხა მე და შენ მოვდივარ 88-9 წლიდან. რომელ მიტინგზე გვიძალადია? ხო, და აი ასეთი საქციელი ჩემთვის როცა რაღაცას აპროტესტებ, ხო? აი ეს ხო, ნუ შეიძლება იცვლება მეთოდები და ვიცით ეს მეთოდები ვისგანაც იცვლება. ხელისუფლების არის პასუხისმგებლობა არა, ამას არავინ დღეს აი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიიღო ასეთი დადგენილება და მოუწოდა საქართველოს დაანებე შენი საზოგადოების, შენი მედიის და შენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნას თავიო. მედიას დევნიან დღეს? საზოგადოება, მედია, მე იქრად არის. მესმის, მაგრამ აი ძალიან სასაცილოა ერთი ისეთი უხერხული გურული ანეკდოტია, უბრალოდ არ მინდა ეხა მოვყვე. ყველამ თავის როგორ არის? იმიტომ რომ ჩვენ ცხენებით, ძაღლებით, არა, სხვა რაღაცას ვარ. ქცევა იქ არა მხოლოდ ლეჟავას რა. არა, სხვა როგავად. შეიძლება კითხვა დავსვე ბატონო გოჩა. არა, სხვა ლეჟავა შეგვიშა, აღარ არის მე მგონი. ნახეთ რა შეა საქმე გელა. ჩემთვის აბსოლუტურად მართლა მაღიზიანებს კიდეც და რაღაც საპასუხო რეაქციასაც იწვევს. ჩემთვის აი ეს იანიჩარები რო კიოდენ და ხვიცით რაღაც ის მაიმუნებივით რო აი ესეთი ხმისგან, ნუ არ ვიცი. ძალიან ხომ აქვს უფლება არა მეც ხომ აქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ძალადობას რა თქმა უნდა მოყვება საპასუხო ძალადობა მაგრამ მე ვსვამ კითხვას ყოველთვის არის ლაპარაკი რას აკეთებენ პროტესტანტები და მეც არ მომწონს მაგრამ როდესაც ლაპარაკია სპეცრაზმელებზე და აბა რაკნა რას ნიშნავს რაკნას ესე იგი მე რო ვიღაცამ ქუჩაში შევრაწყობა მომაყენოს მე ავდექი და გაუსწორდი იმას მე ხო დამიჭერე პოლიციელია სპეცრაზმია მითხარით დაკავებული ადამიანი რატო უნდა ცემა მითხარით ძირს რო გდი ადამიანი იმას რატო უნდა უთხრა ადამიანს რომელსაც უჭირავს მიკროფონი კამერა ხელში ხო დიქტოფონი იმას რატო და ხო ვიცი და თან რა მიპასუხეთ ხო და თან რა არის იცით აქეთა მხარეს ხელისუფლება უნდა დაგვანახოს რომ რაღაცა ვიღაცა დაისაჯა თორე ესენი ციხეში შედან ეს პატარა ბავშვები აბსოლუტურად გეთანხმები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა. ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ხელისუფლების მინუსებში იწერება ის, რომ არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დასჯილა, თუმცა იმის ძახილი, აი რომ დაწყებული საქართველოს პრეზიდენტიდან და დამთავრებული უცხოელებიდან, რომ შვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს, შვიდობიანი მიტინგი, არაპროპორციული ძალა ჯერ დავიწყოთ იმით, რომ როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო იმას, რასაც ჩვენ ხედავთ. ეს აღნიშნე. ეს არ არის მშვიდობიანი მიტინგი. მაგრამ პრეზიდენტი აცხადებს ამას, რომ ეს იყო მშვიდობიანი, ეს მიაქვს ეს ინფორმაცია იქ და ხა იქ სულ არ არიან ვალდებულები, რომ იმას ქნან, რა ქვია, გადაამოწმონ ეს არის. მე მესმის, პოლიციელების მხრიდან, რა თქმა უნდა, ასევე უნდა იყოს. ვინმე არის დაჯილი, ჩვენ ხედავთ. არა მშვიდობიანი მიტინგი სიტყვაზე ვამბობ. ეგ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რომ არ დასაჯა ეს კონკრეტული ადამიანები და ასევე რომ დაკავების შემდეგ ადგილი აქვს ძალადობის. ხო, აი ეს რა არის? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ამავე დროს უყურეთ, აი რაოდენობაზე რო ვლაპარაკობთ, იმან რომ მისცა ინტერვიუ პირველ არხს პრეზიდენტ სალომემ. სალომე ამბობს, როგორ 53 ქალაქში ერთდროულად ნახე როგორი გამოს მასობრივი. ხა გასაგებია რომ მასობრივი სურათი დახატვა, მაგრამ წეღანაც თქვი რომ ყველა ქალაქში და ყველა სოფელში გამოინახება 100, 200, 500, 5, 10 კაცი, რომელიც გამოვა და იტყვის მე რომ მივეცი ამას ხმა,
ოცნება არ მინდა და ამის წინ ეს შეიძლება ჩაითვალოს და იგივე ის რა ქვია პროფესიული ნიშნი და ახლა მეზობლები გამოდიან ვიღაცები და ნუ ეს უბრალოდ ასევე კარტინგის შექმნის შეიძლება ერთჯერადად 5 100 და 200 მოძებნო მაგრამ ასე 17 19 დღეს ხალხი ყოველ დღე 53 ქალაქში ნამდვილად არ არის კი ბატონო და გაგრძელდება და ხელოვნური არ არის მე ძალიან მაგრამ ნახეთ ჩემი პოზიცია რომ ეს არის მართული და ბოლოს იყო 2000 და 3000 კი არა ჩვენ ყველამ ვიცით რომ ვის ინტერესებში შედის ეს აი ეს ახალგაზრდები მაგალითად ახალი არჩევნები რო ჩატარდეს და შეიცვალოს დაუშვათ სიტყვაზე 40-60 ხო თქვენ წარმო პირველი ვინც ამ ახალგაზრდებს ხო ეს იქნება აი ის პარტიები ხო ის არის ამას არ აკარცევს როგორ არის ძალიან ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მე არც ოცნების მომხრევა და იქცევა ეს პროცესია არ დამშვიდდება და უფრო მეტ უბედურებაში აღმოჩნდება ქვეყანა ამიტომ ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება რადგან პოლიტიკური კრიზისის სახეზე გვაქვს ქვეყანაში და ვერავინ იტყვის რომ ეს არ არის ამ დროს საერთოდ არჩევნები რომ არ ტარდება და არ ყალბდება იმ ქვეყნებშიც ახალ არჩევნებს ნიშნავენ ეს პოლიტიკური კრიზისი როცა პარლამენტში ვერ ნიშნავენ მთავრობას ხო როცა ვერ ნიშნავენ მთავრობას ამ პოლიტიკური კრიზისი აქვს ზოგადად აი საფრანგეთში მაგალითად კრიზისი მაგას ქვია პოლიტიკური კრიზისი თუ ამას მთავრობის დანიშნვას ვეძახით და პრეზიდენტის არჩევას რაც ჩვენთან ეხლა მოხდა იმაზე დრო არ აგვაქვს. აი ხლა სამწუხაროდ და ამაზე ადამ არშანია ისაუბრებს, მორიგი თუნარი ის იქნება. ერთადერთი ვინც გააპროტესტა ხმის უბრალოდ ამ ძალადობაზე რო ლაპარაკობდით. ძალადობა ძალიან სერიოზული როდესაც არ ყოფილა 5 თუ 6 დღე იყო მართლაც ამ ხრიდან და იმ ხრიდან. როდესაც ეს ძალადობა აღარ არის, ვინმე არ ბევს ამ მიტინგზე. მე ვთქვი რომ შეიძლება მივიჩნიოთ ნახე უბრალოდ პროპორციულად რეაქცია, მაგრამ არ შეიძლება ამდენი ახალგაზრდა ნაცემი, ნაბეგვი დღეს დაკავებული იყოს და წინასწარ პატიმრობაში იყოს და ამდენი თუნდაც დამწვარი ფეხით, ხელით პოლიციელი არავინ არ აგოს პასუხი. ესეც აი ქართული ოცნების ესეთი სახეა, იმიტომ რომ მე ეხა ოცნისა ნაცები რანაირადაც არ უნდა შემიცვალო, ჩემთვის არის ის, რაც მაშინ ხდებოდა. ხო და ძალიან არ მინდა რომ ამ საქართველოში ისინი მოვიდნენ სათავეში. და ოცნება რაც ამ 12 წელიწადში გაგვიკეთა ესე ჩემთვის მიუღებელია ჩემი პოზიცია ასეთია დიდი მადლობა ბატონო დიალოგი შედგა ხო ანუ შეიძლება განსხვავებულ აზრებზე კეთილად საუბარი არ ვიჩხუბოთ არ ვიჩხუბოთ დიდი მადლობა და ალბათ მოგვიწევს კიდე შეხვედრა ცოტა ხანში ქალბატონ ადამ არშანიასთან ერთად დაბრუნდებით